ჩვენ გარედან გაჩვენეთ უკვე ქართველთა უდიდესი მონასტერი, ივანე მახარებლის სახელობის მონასტერი და ეხლა უკვე შემოვაღწიეთ ტაძრის შიგნით და გვინდოდა გვეჩვენებინა დღეს რა არის აქ დაგხვდებათ მართლაც ძალიან ლამაზი, უდიდესი, ძალიან დიდი ტაძარი, არა თუ იერუსალიმისთვის, ძველი ქალაქისთვის, ალბათ ევროპის ქალაქისთვისაც ეს ერთ-ერთი დიდი ტაძარია, ულამაზესად შემკული ტაძარია, რომელიც კიდევ უფრო მეცევდას გიჩენს, იმიტომ რომ აქ ივანე მახარებლის სახლის ადგილას ქართული მონასტერი იდგა. და არა მხოლოდ ქართული მონასტერი, აქ იყო ქართული უბანი. ეს არის ძალიან დიდი ტერიტორია, აქ არის სკოლა, აქ არის სხვადასხვა დაწესებულებები, ეს ყველაფერი შემოსაზღვრული გალავნით. ეს ქართველთა უბანი იყო, თუმცა ქართველებს მხოლოდ ეს უბანი არ ჰქონდათ. დღევანდელი სომხური უბანის, რომელიც იქით არის დღეს სომხურ კვარტალს რო ეძახიან, იყო ქართული უბანი, საიდანაც მოემართებოდა გრძელი საპატიო გზა, რომელიც ჰქონდათ იერუსალიმში მხოლოდ ქართველებს ჰქონდათ განსაკუთრებული გზა ჩასასვლელად მაცხოვრის აღდგომის ტაძრამდე და იბერთა ქუჩა ერქვა, რომელსაც დღეს არარატის ქუჩა ჰქვია სამწუხაროდ.